Telecompanija ქართული არხი წარმოგიდგენთ. მთელი ჩვენი არსება უნდა იყოს მობილიზებული იქითკენ, რომ ჩვენ როგორმე ქრისტეს შევხვდეთ. Პასუხები კითხვებზე, რომელიც თითოეულ ჩვენთაგან საინტერესებს. მერთან ცოცხალი პიროვნული ურთიერთობა. პიროვნება კი არა ვარ განცალკევებული ცალკე, როცა იერარქიაში ვარ, მე ეკლესიის წარმომადგენელი ვარ. მწვავე შეკითხვები და თემების საინტერესო განხილვა. როგორ გინდა გააგებინო, რომ არ შეიძლება ჰომოსექსუალიზმი, არ შეიძლება სხვის ცოლთან დაწოლა, არ შეიძლება ზოოფილია. როგორ უნდა გააგებინო? ყოველ კვირა დღეს 18 საათზე. ანუ ამ სიმდაბლიდან გამომდინარე. უყურეთ დეკანოს თეოდორეს საავტორო გადაცემას ქრისტიანობა დღეს. მასთან, ანუ ღმერთთან, როგორც ადამიანთან მივდივარ, როგორც მოწაფე. ჩვენს გადაცემას ქვია ქრისტიანობა დღეს. ანუ მუდამ აწყვოში ვიმყოფებით ჩვენი რელიგიური მდგომარეობით და ყოველთვის ჩვენთვის მნიშვნელოვანია თუ დღეს ვინა ვართ დღეს რანი ვარ სულიერი თვალსაზრისით და რამდენად გვაქვს ჩვენ იმის შესაძლებლობა, რამდენად გვაქვს ის მდგომარეობა, რომ თუ ღმერთი ინებებს ჩვენთან შეხვედრას დღეს, ჩვენ ამისათვის მზად ვიყოთ. უფალი ამას ამბობს კიდევაც თავის ერთ-ერთ საუბარში, იგი ესე ბრძანებს, რომ ყველაზე ძალიან როცა არ მოელი, სწორედ მაშინ მოვალ. რატომ? იმიტომ რომ ყოველთვის მზად ვიყოთ. ანუ არ შეიძლება ვაჭრობა სულიერი მდგომარეობით. არ შეიძლება კარგი გახდე დაკვეთით. არ შეიძლება კარგი გახდე, ანუ კარგი ნიშნავს, თქვა ქრისტეს მიმსგავსებისაკენ სწრაფი ადამიანი, რომელიც ცდილობს მაცხოვარს დაემსგავსოს, მაცხოვრის მოწაფე იყოს, არ შეიძლება გახდე, თქვა გადადებული დროით, აი თქვა, მოდი 1-2 წლის მერე მე ვეცდები რომ ვიყო ეს ხვდებით, როცა საქმე ზნეობრივ თემებს ეხება და მით უმეტეს სულიერს, ამგვარი თქვა დამოკიდებულება ყოველად მიუღებელია. ეს არ არის თქვათ გამოცდისათვის მზადება. ხშირად არის ხოლმე ღმერთთან შეხვედრას გამოცდას ადარებენ, მაგრამ ეს შედარება არის რაღაც ესეთი იგავური სახე, შეიძლება ასე ითქვას, იმიტომ რომ თუ ჩვენ დაუშვებთ იმას, რომ ეს რაღაც გამოცდაა, მაშინ ჩვენ რაღაცა თეორიულად რაღაც უნდა ვისწავლოთ და ვღებულობთ არა ცოცხალ ღმერთთან ცოცხალ ურთიერთობას, არამედ რაღაც ფაქტიურად რელიგიურ სუროგატს იმახინჯეს, რომელსაც არანაირი კავშირი ქრისტიანობასთან არ აქვს. ეს არის ცოცხალი არსების ღმერთის ერთგულება და მისდამი მიბაძვის სურვილი, დამსგავსების სურვილი და ფაქტიურად ჩვენი არსების მეტამორფოზა, რომელიც ჩვენი პიროვნების აბსოლუტურად თავისუფალი არჩევანი უნდა იყოს. და მოგეხსენებათ, რომ ეს ამ საკითხში არ შეიძლება ესე თქვა, რომ მოდი ხვალე მე ვიქნები კარგი. ისე როგორც მაგალითად არ შეიძლება, რომ ადამიანს უთხრა, რომ ნუ დღეს ისე რაღაც ვერ მიყვარხარ, მაგრამ ნუ ერთ-ორ დღეში შეგიყვარებ, ხო? იმიტომ რომ იქ სადაც ზნეობრივი ღირებულებებია და ღმერთთან ურთიერთობის უმაღლესი ფორმა, საფეხური, როგორც გნებავთ, არის სწორედ სიყვარული. სიყვარულის გადადება არ შეიძლება ადამიანი დღესვე უნდა ცდილობდეს იყოს ისეთი, რასაც თუ კანონზე ვიტყვით, სიყვარულის კანონი ითხოვს. ამიტომ დიახაც ქრისტიანობა დღეს, ანუ დღეს ჩვენ როგორები ვართ, როგორი ქრისტიანები ვართ. ჩვენ დიდმარხვის პერიოდში ვიმყოფებით და დიდმარხვა უკვე შეიძლება ითქვას იწურება მეხუთე კვირა არის უკვე. ყოველ კვირას განსაკუთრებული საკითხავებია და ყოველ კვირას აქვს თავისი დატვირთვა და მანამდე კიდე მარხვის დაწყებამდე ასევე განსაკუთრებული საკითხებია და ყოველ ამ საკითხავს აქვს ხსენება გარკვეული წმინდანებისა და ამ ყველაფრის მიზანი არის ის, რომ ჩვენ როგორმე მოვემზადოთ ჯერ ქრისტეს ტკივილებთან შესახვედრად, რომ მეტნაკლებად შევძლოთ გავითავისოთ ეს ტკივილები და შემდეგ აღდგომის სიხარული რომ განვიცადოთ. აქ ლაპარაკი არ არის თქვათ იგივე ნებიშვიდეულზე, რომელიც თქვათ აი ამ კვირის მერე დასრულდება, ამ ერთი კვირას გავლის მერე და შემდეგ არც ნებიშვიდეულის დროს ქრისტეს ტკივილების უბრალოდ მენტალურ თეორიულ გახსენებაზე და ასევე არ არის საუბარი
აღდგომის, რომელსაც ჩვენ ქრისტიანებს გვჯერა ყოველ შემთხვევაში რომ ეს მოხდა და გვჯერა როგორც ისტორიული ფაქტიც, ვთქვათ, საინტერესოა რომ ფრიდრიხ ენგელსი, რომელიც ერთ-ერთი მარქსისტია, ფაქტიურად მარქსის თანამებრძოლი შეიძლება ასე ითქვას და ათეისტი ეს ნიშნავს ამას. მაგრამ აი ჩვენ ვიცით რომ სიცოცხლის ბოლო წლებში, როცა მან კიდევ ერთხელ თავისი თხუზულებები გამოსცა, იქ მის თხუზულებებში იყო ვთქვათ ესეთი მინაწერი რომ იგი ვთქვათ აღიარებს იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომას და ყოველი ეს კვირა არის მზადება იმისათვის რომ ჩვენ ქრისტეს ტკივილების აღნიშნულ დღეებს, ანუ ნებიშვიდობის და აღდგომას არა უბრალოდ მენტალურად შევხვდეთ და კიდევ ერთხელ თეორიულად გავიაზროთ, არამედ ჩვენი გული მოვიდეს იმ მდგომარეობაში, რომ მას შეეძლოს შემეცნება, ოღონ არა მენტალური ვიმეორებ უბრალოდ, არამედ ჭეშმარიტი გონების მიერი, რომელიც არის ადამიანის სულიერი ცხოვრების ცენტრი, ანუ იგივე გული ამ შემთხვევაში შეგვეძლოს ცოცხალი განცდა ქრისტეს ტკივილებისა და ამავე დროს შეგვეძლოს ჩვენს გულში შეხვედრა მკვდრეთით აღდგარ მაცხოვართან. და როგორც მითხეს ზარია პირდაპირ ეთერში. მამա თეოდორე. მამო, თქვენ საუბარს უსმენდი კარგად და აი დაკვეთით და შეკვეთით როგორ უნდა იყო მორწმუნე, საერთოდ თუ ცდილობს ვინმე ამას საერთოდ და როგორ უნდა ამოვიცნოთ ეს მამაო, თუ შეიძლება თქვენაც. დაკვეთით მორწმუნე არ შეიძლება თუ ლაპარაკია, როცა ჩვენ სხვას ძალას ვატანთ, თქვათ გვინდა რომ ჩვენი ახლობლისათვის გვინდა სიკეთე, ეს უკეთეს შემთხვევაში, ან უარეს შემთხვევაში გვინდა რომ ჩვენ გემოზე და ჩვენ ჭკუაზე იცხოვროს, ეს უარეს შემთხვევაში და ჩვენ ვეუბნებით რომ იცი რა, კარგია რომ ქრისტიანი ხარ და გახდი მორწმუნე. რა თქმა უნდა, ესე ადამიანი მორწმუნე ვერ ხდება. იმიტომ რომ რწმენა ეს არის ღვთისაგან მოცემული ნიჭი, რწმენა ეს არის თითქოს რაღაცა ორგანო ეძლევა ადამიანს, უცნაურია, რწმენის ფენომენი ძალიან საინტერესოა ის პავლე მოციქული ამბობს რომ რწმენა ეს არის ღვთისაგან მოცემული ძალა, რომელიც ძალა, ანუ რაღაც ენერგიაზეა საუბარი, ანუ ეს ინსტრუმენტი, სულიერი ინსტრუმენტი, ენერგია, რომელიც არის გვეძლება იმისათვის, რომ არახილული რას ნიშნავს? სინათლით რო ვერ ხედავ, შეხებითად რო ვერ გძნობ, ანუ ჩვენი ხუთი გზნობის მიღმიერი რაც არის, ანუ არახილული საქმეების შესამეცნებლად. ანუ რწმენა არის ძალა, რომელიც შემამეცნებინებს მე მიღმიერ სამყაროს, ანუ შემახებინებს. ანუ ეს არის შემეცნების ორგანო. ეს ენერგია ჩემში მოცემული, ეს არის შემეცნების ორგანო. ამას ღმერთი იძლევა. ეხლა შეიძლება თქვათ, რომ ვიღაცას არ აძლევს. მე ცოტა არ იყოს ამის ეჭვმეპარება, იმიტომ რომ ადამიანი იმიტომ იბადება, რომ მას ეს მიეცეს. და თუ ვიღაცა ფიქრობს, რომ არ აქვს რწმენა, არსებობს როგორც ნებისმიერი ორგანოს დადგუნვა შეიძლება და ამპუტაცია, მოდი ასე ვთქვათ, მე ვფიქრობ ამ ორგანოს, რომელიც ენერგიას წარმოადგენს, შეიძლება ისე მოგიკვირთ ენერგია, ხელიც ენერგია, იმიტომ რომ ხელი შედგება ანატომიურად ისგან შედგება გასაგებია, მაგრამ ფიზიკური სტრუქტურა ეს არის ელემენტარული ნაწილაკები, რომელიც ენერგიას წარმოადგენს, ხო? ამიტომ ესე იგი ეს ენერგია, ანუ ეს ორგანო, რომელიც ენერგიას წარმოადგენს, შეიძლება მისი ამპუტირება მოხდეს და დადგუნვა თუ ადამიანმა ეს ისურვა. ასე რომ რწმენას ესე ძალით ვერ მისცემ, ღმერთი აძლევს და მე თვითონ თუ დადგუნა იმ ადამიანმა ეს მისი პირადი არჩევანია. და როდის დადგუნა შეიძლება ამას თვითონაც ვერ მიხვდეს, უბრალოდ თუ ადამიანი სინდისის საწინააღმდეგო ცხოვრობს, მას შეიძლება ეს საერთოდ წაერთვას. მაგრამ არის მეორე რამ, მე მაქვს რწმენა მოცემული და შეიძლება ჩემი რწმენის შესაბამისად დაკვეთა მივცე ჩემს ბუნებას, რომელსაც საერთოდ ღმერთის გაგონება არ უნდა, ანუ ჩემს ბუნებას, მე პიროვნულად ჩემსავე ბუნებას მივცე დაკვეთა, რომ იცხოვროს ისე, როგორც ეს რწმენა შეესაბამება. მე კი მაქვს რწმენა, მაგრამ ჩემ კუჭს მაგალითად რატომღაც ისეთ საჭმელები უყვარს, საერთოდ არ უნდა შენი ქრისტიანობა, ხო ხდები? ასევე ჩემს გულს, აი ესეთი მიდრეკილებები აქვს, არ მაინც არ სიამოვნებს ეს ღვთის ერთგულება და ჩემი თვალი საერთოდ ესე იგი აბსოლუტურად ესე იგი მოუხელთებელი რამ არის, ასევე ენა, ასევე ნერვი, ანუ ჩემს ბუნებას ქრისტიანობა არ სურს.
ქრისტეს არც ус ქრისტეს და ემსგავსოს და რწმენა სწორედ ეს არის, რომ ქრისტეს ვემსგავსებით და მე დაკვეთვას ვაძლევ თქვენი სიტყვები რომ გამოვიყენოთ, დაკვეთას ვაძლევ ჩემს ბუნებას და ვეუბნები იცხოვრე ისე, როგორც ამას რწმენა მოითხოვს. იმიტომ რომ მე, ანუ ისევ მე ვამბობ, მე ეს მინდა. გესმით? აი ამ შემთხვევაში ალბათ შეიძლება. როგორც მითხრეს ზარია პირდაპირ ეთერში. ისმის ჩემი ხმა? ისმის. მე მაინტერესებს თქვენი დამოკიდებულება აი ამ ტექსტთან ახალი თანამედროვე ენაზე დაწერილი ბიბლიის სტოკჰოლმში გამოცემული წიგნები რომ არის. აქ ხომ არის ფსალმუნები, აი ამ ფსალმუნების ტექსტებთან თქვენი პირადი დამოკიდებულება მაინტერესებს. ქრისტე ამბობს ესეთ სიტყვებს, რომ ჩემი სიტყვები სულია. ეს შეიძლება გავიკოთ, რომ ანუ არამატერიალური მიწიერი არ არის, ანუ საღვთო ენერგია არის. გესმით? აი ჯერ ადამიანი თქვა გენიოსი, თქვა შოთა რუსთაველი, ხო თქვა, ან დოსტოევსკი თქვა, ხო? ან ვაჟა მაგალითად, რომ იტყვის, აი ადამიანია, მაგრამ რომ თქვეს, ისე თქვეს, რომ აი საუკუნები მოდის და ნათქვამია და როგორი ენერგია აქვს დღესაც, ხო? რატომ? იმიტომ რომ სიტყვა ვერბალურად გამოხატული ენერგია ადამიანის სულისა, ხო გესმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და განივთებული სულის ენერგია. სიტყვა ძალიან დიდი ძალა აქვს, უფალი ამბობს, რომ სიტყვით შენი განიჯები და ესე იგი დაიჯებიან გამართლდები, რომ ყოველი უქმის სიტყვისათვის პასუხს ააგებ და ასე შემდეგ. სიტყვა ძალიან დიდი ძალა აქვს, იმიტომ რომ ეს ენერგია არის ადამიანის და სიტყვა უკვე მე არის განივთებული, ხო ეს? ანუ დაწერილი, წარმოთქმული და ასე შემდეგ. მაგრამ წარმოიდგინეთ ახლა ღმერთის სიტყვა. იგი მოვიდა ადამიანად და ადამიანური ბაგეებით თქვა, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ადამიანური ბაგეებით კი თქვა, მაგრამ პირველად ის ღმერთია, ის ხო ადამიანი არ არის. ადამიანი ბუნებით როგორ არ არის, ადამიანი გახდა ბუნებით, მაგრამ პირველად ის როგორც სუბიექტი, სამყარო შემოქმედი ღმერთია. წარმოგიდგენიათ რა ძალა მოსდევს მის სიტყვებს. და მოციქულებმა ეს დააწერეს მისი წარმოთქმული და შეიძლება ესე ითქვას ბერძნულ ენაზე ჩამოაქანდაკეს. ხოლო ათონელმა მამებმა, ექვთიმე და გიორგი ათონელმა ეს ბერძნული ქართულად გადმოიტანეს, მაგრამ რადგან თვითონაც სულიერებით შორს არ იყვნენ მოციქულებისგან, იმიტომ რომ ათონელი ისიხასტი მამები იყვნენ, იმათაც ქართულ ენაზე ისე ჩამოაქანდაკეს ეს სიტყვები თარგმნისას, რომ შორს თავისი სულით, თავისი ენერგიით შორს არ არის ორიგინალისგან. და როდესაც თუ ადამიანს ეს სულიერება არ აქვს, რაც არ უნდა გრამატიკულად სწორედ თარგმნოს, იგი ამ ენერგიის შემცველი არ იქნება და სამწუხაროა, აი 1000 საუკუნეში მოხდა, ხო, ათონელი მამების მიერ, გიორგის ექვთიმეს მიერ, ჩვენი წმინდა მამების მიერ თარგმანება და აბა გავიდა და ჩვენ ჯერ ვერ მოვახერხეთ, რომ თარგმნილიყო ისეთი ტექსტი, რომელიც აი ამ სულიერების, ამ საღმრთო ენერგიის მატარებელი იქნებოდა. ეხლა შედარება მოკავს ხოლმე ვაჟა-ფშაველა, თანამედროვე ლიტერატურულ ენაზე დაწერეთ, თქვა, აი ის ვარქონეს, ის საოცარი დიალექტი ერთი და აი სხვა ვაჟა აღარ იქნება. აი სტუმარ მასპინძელი დაჯექი და თხრობით დაწერე რა გამოვა. ან შოთა რუსთაველი მაგალითად, ხო და ასე შემდეგ. ანუ გესმით, პოეზიაც კი კვდება, თუ უბრალოდ თუ აზრს გადაიტანდა. რა დაემართება წმინდა წერილს. ამიტომ ახალ ქართულ თარგმანებთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ სტოკჰოლმის საერთოდ იქ ძალიან მძიმე შემთხვევაა, იმიტომ რომ ხა მაგი ფილოლოგებთან უფრო კარგად იციან, მაგრამ ეს რაღაც ყოველსულო ტექსტია. ანუ მე ესე მგონია, რომ ეს ტექსტი შეიძლება გამოყენებული იქნას იმისათვის, რომ იმის გამო რომ ჩვენ კარგად არ გვესმის ძველი ქართული, გამოყენებული იქნას როგორც აზრობრივი ლექსიკონი, რაღაცა აზრია და ძალიან რთულია ჩემთვის გასაგებად, აბა ვნახო აქ რა არის. შეიძლება თუ სხვა ენა იცი, მაგალითად რუსული იცი, თქვა, ინგლისური იცი, ფრანგული იცი, იქაც ჩაიხედო. აბა რა, თუ ორიგინალი იცი, ბერძნული ძველი, ხო ესო საოცრება. ანუ იმისათვის, რომ ზუსტად დააზუსტო აზრი, რომელიც კარგად ვერ გაიგე თარგმანში. თუ
თუმცა მე მინდა გითხრათ, რომ აი მაგალითად პავლე მოციქულის ტექსტი ისეთი რთულია, რომ ხანდახან რაც არ უნდა ახალი თარგმანი იყოს, მაინც რთულია გასაგებად. მე მეცაც გეტყვით, დღეს თანამედროვე ბიბლიისტიკაში ესეთი რამე ხდება, რომ მაცხოვარი საუბრობს არამეულად, მაგრამ მოციქულებმა ეს ყველაფერი დაწერეს მერე ბერძნულად. და რომ ზუსტად გაიგონ ხოლმე, მაინც რა შეიძლება ნიუანსობრივად ეთქვა მაცხოვარს, იწყებენ ხოლმე რომ ძველი ბერძნულიდან თარგმნიან არამეულად, რა ენაზეც მაცხოვარი საუბრობდა და ძალიან ბევრი ნიუანსი წარმოჩინდება, თუ აი მაცხოვარი თქვა იმ რას გულისხმობდა ამ შემთხვევაში, რა ნიუანსი იდო აი ამ სიტყვაში, რომელიც თითქოს გასაგებია, მაგრამ კიდევ უფრო სიღრმისეულად. ანუ ეს საკმაოდ სერიოზული თემაა. მე პირადად ჩემი დამოკიდებულება თუ გაინტერესებს, მე ძალიან შინაგანად ჩემი სული ვერ იღებს აი ამ თანამედროვე ტექსტებს. მე ერთხელ მახსოვს ათონზე ვიყავი და პატარა იყო მოსახერხებელი და წავიღე ახალი აღთქმა თავის ფსალმუნებით გამოცემული ეს პროტესტანტული და პრაქტიკულად ძალიან მძიმე იყო ჩემთვის მისი კითხვა აი რაღაცას არ იღებს ორგანიზმი, აი ესე ვერ იღებდა ჩემი სული. როცა ვკითხულობ გიორგი და ექვთიმე მთაწმინდელის თარგმანებას, აი სალბუნებით ედება სულს და კიდევ თუ რამეს ვერ ვიგებთ, არსებობს ლექსიკონები და ასევე იგივე ახალ ქართულ თარგმანებში ჩავიხედებით, საბოლოო ჯამში ნელ-ნელა ეს დაიძლევა და საბოლოო ჯამში ადამიანი ყველაფერს სწავლობს და დიდი პრობლემა რომ ადამიანმა ძველი ქართული ტექსტი გაიგოს, ან დიდი პრობლემა აქ არ არსებობს. ამიტომ მე ყველას ურჩევთ, წმინდა წერილი ყოველდღე იკითხეთ, მაგრამ იკითხეთ ძველ ქართულად, ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელის თარგმანებით და ახალი ქართული გამოიყენეთ როგორც აზრობრივი ლექსიკონი. როგორც მითხეს რეკლამაზე უნდა გავიდეთ და ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ და როგორც მაცნობეს უკვე ზარია შემოსული. გისმენთ? გაიხარეთ. ყოფნა ზიარებისთვის. ასეთი კითხვა მაქვს, რამდენად აუცილებელია სიტყვით ზიარების წინალოცვების წაკითხვა თავიდან ბოლომდე. და მეორე კითხვა, თუ შეიძლება აღდგომის ღამეს ადამიანმა, რომელსაც არ ყავს მოძღვარი და არასოდეს არ ზიარებულა, ეზიაროს მოძღვრის გარეშე. თუ შეიძლება. ხო. ეხლა რაც შეეხება ზიარების წინალოცვებთან დაკავშირებით, საერთოდ ჩვენ ძალიან აი სიტყვის ნიშნულობა ძალიან ხშირად არასწორად გვესმის და სამწუხაროდ აი პავლე მოციქული ამბობს ესე სიტყვებს, რომ გარეგანი საქმეები, ჩვენი გარე საქმეები მკვდარია და შეუძლებელს ხდის ეს გარე საქმეები, მკვდარი საქმეები, რომ ჩვენ ცოცხალ ღმერთთან ერთობა გქონდეს და ამისათვის ღმერთი, ანუ გარეგან საქმეებში გულისხმება ღმერთის რელიგიურობა, როდესაც ჩვენი რელიგიურობა ვლინდება წესების შესრულებას, აი ფარისევლობა, რასაც ქვია. იმიტომ რომ როგორც კი და ეს კლავს უნარს ცოცხალ ღმერთთან ურთიერთობის. ეს ყველაფერში ვლინდება ეს და ასევე იმაში, რასაც ჩვენ ლოცვას ვეძახით და ლოცვას ჩვენ სამწუხაროდ ხშირად უწოდებთ ტექსტის კითხვას. და სინამდვილეში ადამიანმა შეიძლება თქვათ ზიარების წინა ლოცვები თავიდან ბოლომდე სრულად წაიკითხოს და ამით ეს ამბობს რომ ზიარების წინა კანონი აღვასრულე, მაგრამ მას საერთოდ არ ქონდეს ნალოცი და აბსოლუტურად მოუმზადებელი იყოს ზიარებისათვის. ანუ რას ნიშნავს? კვლავ ზიარება არა გარეგანი მიახლება სიწმინდესთან, არამედ შინაგანი გულისმიერი სწრაფვა ცოცხალი ღმერთისაკენ და ამისთვის იყოს მზად, ამიტომაც არის ხოლმე შედეგად რა არის? ადამიანები წლები ეზიარებიან და შედეგი არ არის. იმიტომ რომ უფალი ამბობს, ვინც ეზიარება მე მათთან ვარო, აბა როგორ არის? ხო? ჩემს მორწმუნეს სულიწმინდის წყარო ექნება, ცოცხალი წყლის წყარო სულში და აბა როგორ არის და სად არის, ხო? ამიტომ ზიარების წინა ლოცვები არის შესაძლებლობა მომზადებისათვის. თუ ტექსტ კარგად დაუკვირდებით, რაც იქ არის, იქ აქცენტი კეთდება რაზე? რომ ადამიანი ის ხო დაიწერა არა ჩემთვის და თქვენთვის, არამედ ეს არის ცოცხალი წმინდანების გულიდან ამოხეთქილი, ხო? ესე იგი, ადამიანი სანამ უფალს მიახლება, რომელიც არის იესო, ანუ მხსნელი ცოდვისგან, მან უნდა საკუთარ თავში დაინახოს ადამიანის დაცემულობა.
ანუ ადამიანის დაცემულობა რას ნიშნავს, თორსა ადამიანს აღარ ქონდა უნარი ღმერთთან ყოფობისა და ჩვენ მისგან გამოსულები ვართ და ზუსტად ისეთები ვართ ამ კუთხით. ამიტომ ზიარების წინა ლოცვების არსი მდგომარეობს იმაში, რომ მე დავინახო კიდევ ერთხელ ჩემში ადამიანის დაცემულობა, ანუ აბსოლუტური უუნარობა ღმერთთან ზიარებისა და ღმერთ შეწყალება ვთხოვო და მევედრების შემიწყალი, აი არსი, ეს ზიარების წინა ლოცვების არსი ეს არის, უფალო მე ვიღუპები შემიწყალე, მე ვიღუპები შემიწყალე, შენთან მამყოფე შემიწყალე და ეს არის არა ცარიელი სიტყვები, არამედ რეალურად აღქმა და დანახვა ამის. უკვე ეს რაც მე გითხარით, ეს უკვე მიანიშნებს იმას, რომ არანაირი მნიშვნელობა პრინციპული არ აქვს თუ რა რაოდენობის ლოცვებს წაიკითხავს ადამიანი. ზიარების ეს წინა ლოცვების კანონი გვეხმარება, რომ ჩვენ ეს განწყობა მოვიპოვოთ. და თუ პრაქტიკულად გვაინტერესებს, პრაქტიკულად თუ მეკითხებით, რას ვაკეთებ. მე მაგალითად ვთვლი, რომ აი თუ ადამიანს ვეკითხები დაახლოებით, ვიცი შემთხვევები, რომ 45 წუთი, 40 წუთი, ზოგი უფრო 35 წუთი, ანუ უნდებიან ამ ზიარების წინა ლოცვების წაკითხვას, ესე წარმომიდგენია რა საშნელი სისწრაფით მიერეკება ადამიანი უკაცრავად ამ სიტყვაზე, რომ როგორმე ეს წაიკითხოს და რომ მზად იყოს ღმერთთან შესახვედრად. ეს არის სრული აბსურდი. მე მაგალითად ესეთ შევას ვაძლევ ხოლმე, რომ ვეუბნები, ავიღოთ 1 საათი ზიარებისათვის, რომ მოვემზადოთ უფალთან შესახვედრად, რომ მოვემზადოთ 1 საათი მინიმუმ, სასურველი იქნება, თუ ცოტა მეტიც იქნება საათნახევარიც, მაგრამ 1 საათი. რა თქმა უნდა, გამონაკლისებს უშვებთ ხოლმე ხანდახან უფრო ნაკლებს 45 წუთსაც, მაგრამ ეს 1 საათი დავაყენოთ მაღვიძარა მაგალითად და ვეცადოთ, რომ ეს 1 საათი ჩვენმა გულმა იგზნოს ის, რაც უნდა იგზნოს ზიარების ლოცვებით. ანუ ადამიანის დაცემულობა და ისწრაფოს ღმერთისაკენ, რომ ვერ ახერხებს შეწყალება თხოვოს, იტიროს თავისი მდგომარეობა და 1 საათი თუ ადამიანი ესე მოემზადება და ამაში მას ძალიან დიდ დახმარებას გაუწევს ზიარების წინა ლოცვები, რაც იქ წერია, მაშინ ადამიანი უკვე მომზადებული იქნება მეტნაკლებად ძალისაებრ. ასევე ზიარების წინა ლოცვები შეიძლება საერთოდ შეცვალოს იესოს ლოცვამ. თქვათ, მის მაგივრად ან ნაწილობრივ, ან მთლიანად იესოს ლოცვა მოღო, რა თქმა უნდა, დრო იგივე უნდა დაუთმოთ, რაც მაგალითად ჭირდებოდა, ანუ 1 საათი ვთქვით, ხო, 1 საათი იესოს ლოცვა, ან ნახევარი საათი იესოს ლოცვა, ნახევარი საათი ტექსტი და ასე შემდეგ. ანუ აი აქ პრინციპი ესეთია. რაც შეეხება ადამიანის ზიარება, აღდგომას, როცა მას ესე იგი, თუ მოძღვარი არ ყავს, თუ არავის არ უსწავლები, ესე იგი, ადამიანი თუ, მოდი ესე ვთქვათ, თუ ადამიანს წარმოდგენა არ აქვს ეს რა არის და უბრალოდ იცის, რომ კარგია და რელიგიური აღტკინება აქვს, მე ვფიქრობ, რომ მისი ზიარება არ შეიძლება. და აზრი არ აქვს, ადამიანები ემზადებიან, ცდილობენ და მაინც არ არიან მზად ამისათვის. მაგრამ შეიძლება თუ არა გამონაკლისი. ალბათ გამონაკლისი შეიძლება, როცა ადამიანის სულზე რაღაცა მადლი დაეშვა, რომელსაც ვერავინ ხედავს და ის იცის მხოლოდ ღმერთმა და ამ ადამიანმა და ალბათ რა ვიცი, მაგრამ თუ ადამიანი შემდეგ გააცნობიერებს რას და ვის მიახლება, უკვე მენტალურადაც თუ გააცნობიერებს, მე ის ესეთ რამეს აღარასოდეს გაბედავს, იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ, ზიარება, იმიტომ ქვია, რომ ეს არის ღმერთთან ერთობა და ადამიანი მზად ზიარებისათვის მხოლოდ მაშინ არის, როდესაც უშუალოდ ევქარისტიულ კანონში მონაწილეობამდე, ანუ წირვაში მონაწილეობამდე, წინა პერიოდი რა გონიათ 1 და 2 საათი ხო არ არის. ეს არის წინა 1 დღე, წინა 2 დღე, წინა 3 დღე და მთელი ცხოვრება ფაქტიურად ჩვენ უნდა სულ მუდამ, აი ეხლა დღეს მაგალითად ჩვენ კვირა დამთავრდა, ვეზიარეთ ხო ჩვენ ეხლა ჩვენ ზიარების მერეც ხო ჩვენ უნდა გქონდეს სულ მზაობა, სურვილი, სწრაფვა ღმერთთან ერთობისა. დღეს, ხვალ, ზეგ, მაზეგ და აი ჩავალთ შაბათამდე და კვირას ვეზიარებთ. ეს მზაობა თუ არ არის, ეს სურვილი თუ არ არის, ხო? და საკუთარ თავზე იძულება ამ ხრივ, ხო? აბა მაშინ და მიხვიდე მექანიკურად სიწმე, ეგრე იუდაც ხო ეზიარა და რამე იყო. გესმით? აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ მექანიკური არა, არამედ არსობრივად გააზრებული და მთელი ჩვენი პიროვნება ჩართული ამ საქმეში. როგორც მითხრეს ზარია. ქრისტე შეგეწიოთ. მამო, ერთი ასეთი კითხვა მოხს მე პატრიარქმა დააწესა მადლიერების დღე და რა სიტყვით თქვენ ამასთან დაკავშირებით. რატო ძალიან ბევრმა პატრიარქის სიტყვა არასწორად გაიგო და იქნებ თქვენ განგვიმარტოთ ეს ყველაფერი.
საერთოდ დღეს სამწუხაროდ საზოგადოება ჩასაფრების პოზიციაშია და მე ეჭვება რომ პატრიარქმა რამე თქვას ისეთი რომელიც თქვათ საზოგადოების ამ ნაწილს მოეწონება. გარდა თქვათ ფსევდო ლიბერალური თქვათ იდეებისა, რომელიც ადამიანის ნეობას აცამტვერებს. რაც შეეხება პატრიარქს ამ გამონათქვამში, როგორც ვიცი, ორი მიმართულებით იყო ეს დაბომბვა ამ სიტყვებისა. ერთი ეს იყო ღიბილის მომგვრელია, ეს იყო ცხვართან დაკავშირებით და ზვარაკთან დაკავშირებით. თითქოს ესე იგი, არ ვიცი, ეხა ენა ხო უნდა მოგიბრუნდეს, პატრიარქს დააბრალო რაღაც წარმართობა და გავსი რამ. ხო, მე არ ვიცი, ეხა ყველაფერი შეიძლება დააბრალო, მაგრამ ეხლა საქმე რაშია? ადამიანებს საერთოდ წარმოდგენა არ აქვს ქრისტიანობაზე და ფიქრობენ, რომ თუ ადამიანმა ცხვარი დაკლა და შეჭამა და თქვათ ეს რაღაცა წარმართობა, ან თუ აღდგომას იხსნილებს ადამიანი და მას ხორცი ეჭმება, მინდა გითხრათ, რაც შეეხება ცხვარს და იგივე მოზვერს, ანუ იგივე ზვარაკს, მაგ სიმბოლური დატვირთვა აქვს. სიმბოლოებით ახსავსია ჩვენი სულიერი ცხოვრება, მაგალითად სანთელი. რა არის სანთელი? სანთელი არის შესაწირავი, ფულადი შესაწირავი ეკლესიისათვის, რითაც ეკლესია თავის მატერიალურ, თქვათ, მდგომარეობას უზრუნველყოფს და ამავე დროს სანთელი არის სიმბოლო ქრისტიანისა, როგორც სანთელი არის დგას ფეხზე და იწვის და გარშემო მყოფებს ანათებს, აი ესე უნდა იწოდეს ქრისტიანი სულიერად. ამოდის პრაქტიკული დანიშნულება აქვს, იმიტომ რომ ხატთან ანთებული სანთელი სრულ სიბნელეში ძალიან კარგ ლოცვით განწყობას ბადებს. ასევე ცხვარი არის სიმბოლო, სხვათა შორის ცხვარი ძალიან უცნაური სიმბოლოა, რეალურადაც, იმიტომ რომ ცხვარი ერთი მხრივ უწყინარი არსებაა, მაგრამ სასტიკად ვერ იტანს გველს და გველს ძალიან ეშინია მისი სუნისაც კი და სადაც კი ცხვარი გველს დაენახავს, მიდის და კლავს და აი წყებს ამაიციან ხოლმე ცხვრის ტყავს შემოიფენენ გარშემო, როცა მინდორში წვებიან, სადაც საიშროება რომ შეიძლება გველი იყოს. ხო, აი ძალიან უცნაური სიმბოლური ის არის, ხო, ცხვართან და გველი ისეთ ეშმაკის სიმბოლოა. ამიტომ ამ შემთხვევაში, როდესაც საუბარია ცხვრის დაკვლაზე, ეს არის ჩვეულებრივი სიმბოლო და ამავე დროს პრაქტიკული დანიშნულებაც აქვს გახსნილებისა. მე მინდა გითხრათ, რომ ლიტურგიკულ კრებულში თქვათ არსებობს ესეთი კურთხევანში არსებობს ესეთი ლოცვა, სადაც ცხვარს რო შეწირავს ადამიანი, ლოცვა იკითხება. სხვათა შორის ლოცვა იკითხება ძალიან ბევრ რამეზე, მაგალითად ვენახთან დაკავშირებით, ხორბალთან დაკავშირებით, დათესვა, მომკა, აღება, ჭის ამოთხრასთან დაკავშირებით, მღრნელები თუ შემოესეოდენ, ანუ ვერ ნახავთ თითქმის ყველა სოფლის სამეურნეო ყოფითი შემთხვევა, სადაც სახლის კურთხევა და ამ შემდეგ ადამიანი იბადება, პირველი დღე, მერვე დღე, 40 დღე, ნათლობა და ქორწინება, მე გარდაცვალება, ყველაფერი გაჯერებული არის ლოცვით. პავლე მოციქული ამბობს, რასაც არ უნდა იქმოდეთ, ყველაფერს სადიდებლად უნდა იქმოდეთ და დიახაც ყველაფერს, რასაც ადამიანი აკეთებდა, ქრისტიანი იგივე ნავის კეთება, ნავის წყალში გაშვება, საძირკვლის ჩაყრა, კიდევ პირველი ხილის მოწევნა, ყველგან და ყველაფერში არის ესე იგი ლოცვა და ასევე როცა ადამიანი შეწირავდა რაიმეს ეკლესიაში და მათ შორის როცა შეწირავდა ცხვარს, შეწირავდა რისთვის? შეწირვა ამ შემთხვევაში ქრისტეს სისხლთან ჩანაცვლება კი არ ხდება, შესაწირავი როგორც ფულადი, როგორც სანთელი, როგორც ხილი და ასე შემდეგ. ეს და ეს ყველაფერი ლოცვით იყო და ეს ამაში განსაკუთრებული არ არის და იმ ლოცვაში არის ესეთი რამე, როგორც აბრაამისგან შეიწირე, თქვათ, როცა მან სხვეპლად შეწირა, თქვათ, ღმერთს, მაშინ ძველ აღთქმაში ესე იყო, ასევე და ჩვენგანაც შეიწირა და ნაცვლად, ესე იგი, ევედრება ადამიანი მადლს და წყალობას და ასე შემდეგ, როცა, თქვათ, ეკლესიას, თქვათ, შეწირა რაღაცა ნივთიერი ამ შემთხვევაში ცხვარი. ანუ ამ შემთხვევაში ამაზე საუბარი არ შეიძლება ამ კუთხით, რომ თითქოს ეს წარმართობაა. მე აქცენტი გაკეთა 7 ციფრზე. ნუ ეხა იცით რა არის? 7, ჯერ ერთი 7 სულიწმინდის 7 ნიჭია და ძალიან კარგი ციფრია რატო, მაგრამ ეხლა რომელი ციფრი უნდა ეთქვათ, რომ არ გაეპროტესტებინათ? 10 ეთქვათ, 10 სრულყოფილების რიცხვია და აი სრულყოფილება 9 უნდა მეაქციონო. 9 ეთქვათ და ესე იგი არის 9 ნაყოფი სულიწმინდისა და შესაბამისად სულიერი და ხორციელი საქმეები 9 და აი კვლავ დაუკავშირდე რელიგიას. 8 ეთქვა და 8 მარადისობის რიცხვია და
აი მარადისობაში ცხრით შევდივართო. ნუ 7-ზე ატეხესემდე ერთი ამბავი. 6 ეთქვა და 6 ანტიქრისტეს რიცხვიაო და ეხლა რაღაცნაირად ეშმაკებს ამიცებზვიანო. 5 ეთქვა და 5 ადამიანის 5 გზნობაო ბატონო ჩემო და ესე იგი როგორ შეიძლება რაღაცა კვლავ ადამიანს დაუკავშირდნენ. 4 ეთქვა და 4 სახარება, 3 ეთქვა და სამება, 2 ეთქვა და ქრისტეს 2 ბუნება, 1 ეთქვა და ქრისტეს ერთი ღმერთია. ნუ ყველგან რაღაცას მონახავდნენ. შეუძლებელია რომ რომელიმე ციფრი აიღო და რაღაც არ მონახო თუ მაგალითად გინდა რომ რაღაცა მონახო. ესია. თუმცა მინდა გითხრათ რომ ძალიან ძნელია შავი კატის მოძებნა იქ ბნელ ოთახში მით უმეტეს თუ ის იქ არ არის და არ არის წარმართობა ცხვრის დაკლაში და თქვათ რაღაცნაირად გახსნილებაში. რაც შეეხება წირვის მერე თქვათ აღაპის გამართვას, აღაპის სიყვარულს ნიშნავს ბერძნული სიტყვა, ეს არის უძველესი ტრადიცია, როდესაც თქვათ ეს ყველა ეკლესიაში ხდება, აი აღდგომას თქვენ თუ გინახავთ, როცა დამთავრდება აღდგომის წირვა, ღამე თუ იქ არის ამის შესაძლებლობა, მორწმუნეები გაიხსნილებენ წითელი კვერცხით, ხო? წითელი კვერცხით, ხო, სხვა არის ცოტა მეტი ფუფუნებაა და ასე შემდეგ. ანუ ეს ჩვეულებრივი ამბავია, ამიტომ რომ ქრისტიანისათვის სუფრა არის არა ღრეობის ადგილი, არამედ სიყვარულის ადგილი, სადაც ერთმანეთს გულს უხსნიან, ღვინო ახარებს გულსა კაცისასა და ეს ჩვეულებრივი ამბავია, როცა ღვთისმსახურებაში ერთობა და დაიზრდება ახალ ერთობაში, რომელიც ღვთისმსახურებასთან წილნაყარია. მეორე რაზეც ატეხეს ერთი ამბავი, ეს იყო მადლიერების დღე, ნუ ეს საერთოდ გამოუგნებელია, მე წუხვა რომ ზოგიერთი თეოლოგიც გამოვიდა, ნუ ესე თვლიან თავის თავს და თქვათ ამბობდნენ რომ როგორ შეიძლება პატრიარქმა დააწესა აღდგომის ესე ბრწყინვალე დღეს რაღაც დამატებითი ახალი დღე. რატომ არის გაუგებარიცით რომ მათ ძალიან კარგად იციან რომ ყველაზე უმაღლესი მსახურება აღდგომის დღეს ყველაზე ძვირფასი, რასაც ადამიანი აკეთებს აღდგომას, ეს არის სწორედ მადლიერების მსახურება, იმიტომ რომ ის რაც ყველაზე უმაღლესი ხდება, ეს არის პურისა და ღვინის შეწირვა, უსისხლო შესაწირავი ბაგეებიდან, გულიდან და პურისა და ღვინისა, რომელიც იწოდება ლიტურგიკული მსახურების ყველაზე ამაღლებულ ნაწილად ევქარისტიულ მსახურებას. წირვა ეგივე ევქარისტიული მსახურებაა და ევქარისტოს ბერძნული სიტყვა სწორედ მადლობას, მადლიერებას ნიშნავს. ამიტომ როცა ადამიანი აღდგომას მიდის, ყველაზე უმაღლესი რასაც ის აკეთებს, მადლიერების მსახურებაში იღებს მონაწილეობას და რატომ როგორ შეიძლება არ ვიყოთ მადლიერი, რომ ღმერთი არის, მე შემქმნა და კიდე ჩემთან ადამიანად მოვიდა და კიდე თავის ხორცი და სისხლით ამიტოვა, კვლავ მაძლევს რომ ის სხეულის გაგრძელება გავხდე და თავის წიაღში ყოვლადწმინდა სამების წიაღში ამიყვანოს და ბუნებრივია ამ მსახურებას ქვია მადლიერების მსახურება და რადგან აღდგომის ყველაზე უმაღლესი მსახურება ეს არის მადლიერების მსახურება და უფალი ამბობს რომ ჩემს მოსახსენებლად ეს ყოველთვის გააკეთებთ და ვაკეთებთ ყოველი კვირა დღე არის აღდგომის განახლება აი დღესაც კვირა დღეა და აღდგომის განახლება და რომ აღდგომის განახლება ეს იმაში ჩანს რომ ყოველთვის არის აღდგომის ხატი გამომბრძანებული ჩამოლოცვა საკითხავების აღდგომოა ყოველ კვირა დღეს ამიტომ ყოველ კვირა დღეს აღევლინება ეს ევქარისტიული მადლიერების მსახურება და საერთოდ მე პირადად მახსოვს ხშირად მithქვავს ესე რომ ჩვენთვის წირვა ეს არის უმაღლესი მადლიერების გამოხატულება ღვთისადმი რომელიც არ უნდა დამთავრდეს ლიტურგიკული მსახურების მერე და რომ გავალთ ტაძრიდან ეს მადლიერების მსახურება ჩვენს გულში უნდა გაგრძელდეს და ეს უნდა გამოვლინდეს ადამიანებს შორის სიყვარულში და ადამიანი სულ მუდამ მადლიერებით უნდა ცხოვრობდეს და რატომ მაინც ეს დღე დააწესო იმიტომ რომ აღდგომა არის ყველაზე უმაღლესი აი ამ დღეებს შორის და ყველაზე მთავარი აღდგომის დღეს კიდევ ვიმეორებ არის რა ევქარისტიული მსახურება, ამიტომ დიახაც რატომაც არა რომ ყოველი დღესასწაული რა არის? უამრავი დღეები არსებობს. არსებობს შენდობის დღე ეკლესიაში. იგივე საეროში არსებობს დედის დღე, არსებობს გარკვეული რაღაც დღეები. რატო რა დედის დღე, ქალის დღე, თქვათ ჯარის დღე, რა ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს რომ სხვა დროს პატივი არ ვცეთ იმ ღირებულებებს. როგორ არ უნდა ვცეთ? სიყვარულის დღე როგორ არ უნდა ვცეთ ღირებულებებს პატივი, მაგრამ დღესასწაულის აღნიშვნა ციკლური ხასიათი აქვს რა, ახალ ბიძგს გვაძლევს. კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ აი გაიხსენეთ, რომ მადლიერი უნდა იყო ყოველთვის და კიდევ ერთი ბიძგი, აი კიდევ ერთი ბიძგი, კიდევ ერთხელ გახსენებ მადლიერების მსახურება. თორე ბერძენს ეს შეიძლება არ დაჭირდეს. ბერძენმა იცის ევხარისტოს ეს არის მადლიერება. ქართველს ჭირდება, იმიტომ რომ ევხარისტოს რას ნიშნავს ევქარისტიული მსახურება, რას ნიშნავს არის ის მადლიერების მსახურება და ვიყოთ მადლიერი. აი ეს არის და როგორ შეიძლება ახლა აი ამაში ცუდი აი ძალიანაც რომ იფიქრო, პატრიარქის ამ სიტყვაში ცუდი იპოვო, მე აი ცუდს ვერ ვხედავ და როგორ მოახერხებენ ხოლმე, ძალიან საოცრებაა ეს. გესმით? და ის ხალხი, რომელიც მე აყვება ხოლმე ამათ.
ამ ხალხს მე შევახსენებ, რომ არ შეიძლება ადამიანის განკითხვა. მით უმეტეს ადამიანისა, რომელმაც მთელი თავის ცხოვრება ქრისტეს ეკლესიას შეწირა. გამოიღო ნაყოფი, ჩვენ ვიცით, ხო, ეს ნაყოფი ვხედავთ და როგორ შეიძლება, რომ ადამიანს, რომელიც დაიღალა 8 წლით და აი თავის სამსხოვრებზე მიიტანა, შენ დააბრალო რაღაცა წარმართობა, რაღაცა არაჯანსაღი, როგორ შეიძლება, ამიტომ როდესაც ჩვენ გავიგებთ ხოლმე ესეთ ატეხილ აჟიოტაჟს, სანამ ავყვებით ამას, დავფიქრდეთ, ვიკითხოთ და მე ერთ რამეს აღმოვაჩენთ, რომ სერიოზული დეფიციტი გვაქვს განათლებისა და ცოდნისა, იგივე ქრისტიანობაში. კიდევ ვიმეორებ, ძალიანაც რომ მოინდომო. ცუდს ვერაფერს ნახავ პატრიარქის ამ სიტყვაში. და კითხვა მაქვს, როგორ ახერხებენ ეს ადამიანები, როგორ ახერხებენ ყველაფერში ცუდის დანახვას. ყველაფერში ცუდის დანახვას. პატრიარქმა რო თქვა, რა კარგია მზია მოვიდაო, ნუ ცეცხლთაყვანისმლობას დააბრალებენ ამ რაღაცას და რა უბედურებაა ეს, არ შეიძლება რო თქვას პატრიარქმა მზია მოვიდა, რა კარგიაო? არ შეიძლება? ასე რომ ღმერთმა ყველას შეუნდოს, ვინც ცხოვრების მიზნად გაიხადა ებრძოლოს ქრისტეს ეკლესიას. ღმერთმა ყველას შეუნდოს, ვინც ცხოვრების მიზნად დაისახა ჩვენთვის დაღლილ და ჩვენთვის აი ესე ჩვენთვის დაბერებულ, მოდი ესე ვთქვას, ჩვენ ხცოვან მამას ყოველ სიტყვაში გამოეკიდონ და ჩასაფრებულის პოზიციაში იყვნენ. ხალხო, მეტი საქმე არა გააქვთ? სირცხვილია ეს, სირცხვილია, არ შეიძლება ამის გაკეთება. ქვეყანა თავზე გვენგრევა და მეტი საქმე არა გაქვთ, რომ პატრიარქს ესე იგი ჩასაფრებულები ხარ და გამოჭერას ცდილობთ. როგორ შეიძლება ის ხო მამაა და ნეტარი იყვნენ უფრო სწორედ პატივიეც დედასა და მამასა შენს რათა კეთილი გეყოს და დღეგრძელიყო ქვეყანასაზე და არ შეიძლება მამის, მით უმეტეს სულიერი მამის, აი ესეთ კრიჭაში დგომა და შეურაცხყოფა. დამღუპველი იქნება ეს. თითოეული ჩვენთაგანისათვის და მთლიანად საქართველოსათვის. ღმერთმა ყველას შეგინდოთ და მეც თქვენთან ერთად. ამინ. ზარია პირდაპირ ეთერში როგორც მითხრეს. დაგლოცეთ მამაო. ისე შეგეწიოთ. დაგლოცეთ მამაო. ღმერთმა დაგლოცოთ. ალო. ღმერთმა დაგლოცოთ, თქვენ ეთერში ხართ. არის მის. თქვენ გესმით ჩემი მამაო? მესმის. მამაო, ასეთი შეკითხვა მაქვს. რა დოზით მოქმედებს წინაპართა ცოდვები და წყევლები და რა არის რა შეიძლება აი ვიცით რომ ეკლესიაში უნდა იარო და ეზიარო და კიდევ რა შეიძლება დამატებით რომ აი წინაპართა ცოდვებიდან და წყევლიდან განთავისუფლდეს ადამიანი და აი შთამომავლობა. ვიცით, ეგ ცოტა რთული თემაა და რატომ? ქრისტიანული სწავლებით წინაპრების ცოდვა, დანაშაული, მოდი ესე ვთქვა და გავყოთ, წინაპრის დანაშაული ჩემს პირად ცოდვათა ნუსხაში არ აღიწერება. ანუ წინაპარმა რო დააშავა, მე ღმერთი ამაზე პასუხს არ მთხოვს. ეს ცალსახად როგორც 2-2-4 ისეა ქრისტიანობაში და ლოგიკურიც არის, ხო? მე რა შუაში ვარ, თუ ჩემმა დიდმა ბაბუამ, თქვა დაანგრია ეკლესია, ან რაღაცა კაცი მოკლა, რაღაც საშინელება გააკეთა, მე პიროვნულად დამნაშავე არა ვარ და ღმერთი ამას პასუხს არ მთხოვს. ამას ბიბლიაში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ ესე იგი ბაბუას ნაჭამა ტყემალმა შვილიშვილს კბილი მოჭრაო, ეს გამონათქვამი აღარ ითქვას ისრაელში, იმიტომ რომ კიდე ძველ აღთქმაში, იმიტომ რომ ეს არ არის ღვთისათვის სათნო საქმე და არ არის სწორი. მაგრამ არის მეორე მომენტი. არის დანაშაული და რომელსაც დანაშაულს უწოდებენ ცოდვას. მაგრამ ცოდვას ხარამესაც ქვია. ცოდვა ეს არის დაზიანებული ბუნება, რომელიც გარკვეულ მიდრეკილებებში ვლინდება ადამიანში. მაგალითად, ადამიანს შეიძლება ქონდეს მიდრეკილება ალკოგოლიზმისკენ. ადამიანს შეიძლება ქონდეს მიდრეკილება ძალიან ესეთი მრისხანე ბუნება ქონდეს და ასკეთკენ ქონდეს მიდრეკილება. მისი ფსიქოსომატური წყობა ესე, რომელიც რა თქმა უნდა სულთანაც კავშირში, აბა ისე როგორ იქნება ადამიანი ერთი მთლიანობა. და თქვათ ადამიანმა შეიძლება იცხოვროს ისე, რომ მისი ეს მიდრეკილება კიდევ უფრო გააძლიეროს და გაამძაფროს.
ამიტომ შეიძლება ადამიანი დაიბადოს გარკვეული მიდრეკილებებით. ის როგორც მაგალითად ადამიანი შეიძლება დაიბადოს მუსიკის ნიჭით, ხატრობის ნიჭით, ფილოსოფიური აზროვნების ნიჭით, მეცნიერული სპორტული ნიჭით, ხო? აი ვინახავს რომ დედა, მამა და შვილიც ესეთია და ასე შემდეგ. ესეთი მიდრეკილებები არსებობს ხასიათის მიდრეკილებები და ასე შემდეგ. ამას თუ დაემატება ის რომ პიროვნულად ადამიანმა შეიძლება იგივე არჩევანი გააკეთოს, რა არჩევანის გააკეთა ბაბუამ, როცა ადამიანი მოკლა, ან მეორემ, როცა თქვა ეკლესია დაანგრია, თუ იგივე არჩევანი გააკეთა, თუ არ გაიაზრა რა მის წინაპარმა რა გააკეთა, არ გამოფხიზლდა თქვა, ხო? მაშინ რა თქმა უნდა ის თავის თავში იგივე ცოდვას დანაშაულს რეალიზებას მოუხდენს და რა თქმა უნდა ის თქვათ რაც მის წინაპარს განეკუთვნებოდა ის სასჯელი მასეც გადმოდის, იმიტომ რომ ის იგივეა, ზუსტად იგივე, ან შეიძლება უარესიც კი არის, ესეც არის. რაც შეეხება წევას და წევის, აქ მე მიჭირს რაიმე გითხრათ, იმიტომ რომ პრინციპში იგივეა ყველაფერი, მე ახალს ვერაფერს ვერ გეტყვით, რაც წეგან გითხარით. ადამიანი პიროვნულად არ არის პასუხისმგებელი წინაპრის ცოდვაზე და ასე შემდეგ, მაგრამ აი უგულვებელს ყოფა აი წინაპრის თქვა, აი მაგალითად მივდივართ სადღაც და ვნახეთ რომ გითხრეს რომ აი ახლა ეკლესია იყო და შენმა დიდმა ბაბუამ დაანგრიაო. ჩემი რეაქცია ამ შემთხვევაში როგორ ფიქრობთ, არ არის განსაზღვრელი ჩემი შინაგანი სამყაროსი? ხო არის განსაზღვრელი. როგორ არ არის? როგორ შევხედავ მე ამას? შევძრწუნდები, უდარდელად მოვეკიდები და სულ ერთი იქნება, ან პირიქით შევაქებ. გესმით, აი ძალიან მნიშვნელოვანია ეს ჩემი დამოკიდებულება როგორია ამის მიმართ. ამიტომ და კიდევ ერთი, ქრისტიანი არასოდეს არ აკეთებს აქცენტს გარეგან პრობლემებზე. გარეგანი პრობლემები როცა ყველას გვტკივა, მაგრამ განსაკუთრებულ აქცენტს არასოდეს აკეთებს და ცხოვრების მიზნად ისახავს ქრისტეს უერთგულოს და როცა ის თელი არსებით დაკავებული აი ამით რომ ქრისტეს ბოლომდე უერთგულოს, მაშინ დამერწმუნეთ რომ ვერანაირი წყევლა, ვერანაირი წინაპრის ცოდვა, ვერაფერი ჩვენ ვერ გადაგვახვეინებს ამ გზიდან. ეს არის. თორე ეხლა პირდაპირ თქვათ ყველაზე მძიმე რა ჩვენ წინაპრებისაგან გადმოგვეცა ეს არის სიკვდილი. გესმით, ჩვენ მოუკვდებით აუცილებლად ხორცელს სიკვდილს გულისხმობ. ეს სწორედ წინაპრებიდან მოცულია და იმ დიდი წინაპრიდან ადამიდან რომელმაც ღმერთ ზურგი შეაქცია. ეხლა რაღა არის ამის მერე საჩხრეკი კაცმა რო თქვას, ხო? ეს არის ყველაზე დიდი უბედურება და კიდე რაღა უნდა ვჩხრიკოთ ეხლა. და ეს სიკვდილი ანისე და ანასე ოდესღაც მოხდება. თავარი სხვა რამე და თავარზე რო აქცენტი აქვს ადამიანს, უკვე ეს ყველაფერი მეორე ხარისხოვანი ხდება და უფლიშვილი რო ხდები, უფლისაგან სხვანაირად დაცული ხარ. იმბედიანად ხარ, არაფერს არ გეშინია და ასე შემდეგ. აი, ჩვენ თავარია რომ ჩვენ სწორად ვიცხოვროთ. ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ და როგორც მაცნობის ზარია პირდაპირ ეთერში. ქრისტემ დაგლოცოთ. მაინტერესებს ასეთ შეკითხვა, როგორ ვებრძოლოთ გემოთ მოყარეობის ცოდვას, იმიტომ რომ ძალიან საკითხი მაწუხებს და თუ შეიძლება რომ გამცეთ პასუხი. ეხლა მარხვის ბოლოს ეგ ცოტა ყველას აწუხებს, იმიტომ რომ ყველას მოენატრა რაღაც საჭმელები. ეს ისე ხუმრობით, არა, რატო ხუმრობით, რატო? შეიძლება პირდაპირ გაგებითაც. მარხვის დანიშნულება სწორედ ეს არის, რომ ხორცზე მაღლა ვდგებით ჩვენ და ყველაზე ადვილი მოსარევი კუჭი ყოფილა და გემო. და იმიტომ რომ არსებობს ესეთი ცოდვა, უნდა ვიცოდეთ мотиваცია რატომ მარხულობთ. არსებობს ესეთი ვნება, რომელიც ადამს დაემართა სამოთხეში, როცა მან ღმერთი უარყო, ევას და გადაედო ადამს თავისთავად ცხადია. ეს არის სიამეთ მოყარეობა, რომელიც სხვადასხვა ცოდვებად იშლება, სხვათა შორის აი ნებისმიერი კარყვნილება, ეს როშობა იქნება, იგივე ნარკომანია, თქვათ, ყველაფერი ის რაც სიამოვნებას უკავშირდება, სწორედ აქედან გამომდინარეა და ყველაზე ადვილად მოსარევი ეს არის კუჭი და პირის გემო, შეიძლება ასე ითქვას და ამიტომ აქედან გამომდინარე мотиваცია რო ვიცით, რატო უნდა ვებრძოლოთ, ხო, რომ აი ჩვენში დავამარცხოთ, ჩვენ ადამიანი ბედნიერებას სიამოვნებაში, ხორციელ სიამოვნებაში ეძებს. ხო გესმით, ეს არის ცხოველის მდგომარეობა.
განასასიამოვნო არ არის, ცივი წყალიც კი სასიამოვნო, როცა სვავს ადამიანი, თქვა დაღლილია ძილის და ასე შემდეგ, მაგრამ ბედნიერება ამაში საძიებელი არ არის. და როცა ადამიანი ცდილობს, რომ თქვა ეს გაიაზროს და პიროვნულად გათავისუფლდეს აი ამ ძალადობისაგან, რასაც ხორცი ჩვენზე ეწევა, ხო? და მე ეშმაკი იყენებს და ძალიან ხშირად ჩვენ უზნეობა შეიძლება ჩაგვადლინოს იმის გამო, რომ ეს ჩემ ხორცს სიამოვნება უნდა და ჩემი პიროვნება მან დაითრიოს და კატასტროფულ შედეგამდე მიდის ადამიანი ამ დროს, როცა მე ეს აქედან მოდის ღალატი სოციალური ბრუშობა, აქედან მოდის ნარკომანია და ამ შემდეგ, როცა ადამიანი ამ ყველაფერს გაიაზრებს, მე ის უკვე უფრო პასუხისმგებლობით მოეკიდება ამას, რომ მე ბედნიერებას არ ვეძებ პირის გემოსა და ნაყროვანებაში. მე ბედნიერება თეორიულად ხო ვიცით ცოცხალ ღმერთთან ურთიერთობა, ხო და თუ გინდა რომ ვაჯობოთ აი ამ ნებას როგორც ყველა სხვა ცოდვას, ამასაც იგივე მეთოდით უნდა ვებრძოლოთ. ეს მეთოდი ცოცხალი იესოა. იესო ქრისტე ღმერთი მოვიდა ადამიანად იმიტომ და იესო სწორედ ხსნელს ნიშნავს, რომ ჩვენში არსებული ეს ცუდი მიდრეკილებები დავამარცხოთ. უნდა ვისწავლოთ ნამდვილი ცოცხალი ურთიერთობა ცოცხალ ღმერთთან იესოს ლოცვის საშუალებით, ყველა სხვა ლოცვის სიღრმისეული გააზრებით, წმინდა წერილის კითხვით, უფალთან ხშირი ერთობით და როცა ადამიანი ქრისტეს სიყვარულს ჩაანაცვლებს, ყველა სხვა სიამოვნებას, როცა ადამიანი ბედნიერებას ღმერთთან ურთიერთობაში იპოვის, ყველა დანარჩენი მიწიერი ბედნიერებები უკანა პლანზე გადადის. ამიტომ სწორი სულიერი ცხოვრება არის გარანტი ამ ნების დამარცხებისა. როგორც მეუბნებიან, კიდევ ზარია პირდაპირ ეთერში. თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ? არა, მამა დამლოცეთ. ქრისტემ დაგლოცოთ. დიახ, დამლოცეთ მამა. დაგლოცოთ უფალ. დაიხარეთ მამა, ერთი შეკითხვა მაქვს, რაც თქვენ ნუ usmეთ, მეორდება, ნუ usmეთ მას. ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე. დიახ მამა. ეს მაქვს პრობლემა ფინანსურად. და ისეთი იყო მარტო ჩემს თავზე არ იცოდა მეუღლემ გავაკეთე ჩემი ძმის გამო და როცა გაიგო ძალიან ცუდად მოქმედა ეხლაც ნერვიულობ რომ ლაპარაკობ და ძალიან დიდი პრობლემა შეგვექმნა ამისთვის იქამდე თქვენ სიტყვას მოусმენთ, მეურვებთ, თუ თან ტელევიზორს ჩაუწიეთ, თორე აი ღვთის წყალობით, თორე ოჯახი დამენგრეოდა მით უმეტეს ალო გაითიშა? ხო, ну დაახლოებით გასაგებია აზრი, საერთოდ ქმრის უჩუმრად ცოლ-ქმარი ხო ეს ერთი ორგანიზმია. მართალია არის ძმა, ხო, მაგრამ ძმა არ არის ძმა უცხო ოჯახის წევრი კი ამ მთლიანობაში, მაგრამ ცოლ-ქმრული ერთობისათვის უცხო გარე ელემენტია. და ამიტომ ცოლ-ქმარი თუ რამეს გადაწყვეტს, ერთად უნდა გადაწყვიტონ, მით უმეტეს, როცა საქმე ეხება სერიოზულ ფინანსურ ოპერაციას, რომელმაც შეიძლება ადამიანი საერთოდ გააღატაკოს და ქუჩაში სახლის გარეშე დატოვოს და ასე შემდეგ. ამიტომ რა თქმა უნდა შეცდომა, ეხლა თქვენ ხვდებით ამას. რა ვიცი, ნებისმიერი პრობლემა, რომელიც დგება, თუნდაც ის ჩვენი ბრალი იყოს, ნებისმიერი პრობლემა უნდა აღქმული იქნას რაღაც საწყის წერტილად. აი თქვათ, მე რაღაც დავაშავე, არასწორად გავაკეთე, შემეშალა, მაგრამ ამან გამოიწვია ძალიან ძიმე მდგომარეობა. აი კატასტროფასავით ძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდი, ხო? ადამიანი თუ დაიწყებს ეს რატო ვქენი, ნუ სინამდვილე არსებობს გასაგებია, რომ მეტი აღარ ჩავიდინოთ, მაგრამ ადამიანს თავარი გაიაზროს, რომ ეს არის წერტილი, რომელიც ამ წუთში მისთვის ათვლის წერტილია. ჩავთვალოთ, რომ სამყარო ეხლა შეიქმნა, შენც ეხლა გაჩდი და გაჩდი აი ამ მოცემულობით. რა უნდა ქნა? რა უნდა ქნა და აი ამ მოცემულობაში, აი ამ უმძიმეს მდგომარეობაში, ხო? აი ამ სიტუაციაში შენ
წარსული აღარ არსებობს. არსებობს ეხლა ეს წამი არსებობს. ეს მდგომარეობა არსებობს. წარსული არ არსებობს. არსებობს აი ეს რაც ხარ, რა მდგომარეობაში სიმყოფები, რა პრობლემებიც გაქვს. აი ეს არის სხვა შენ სხვა არ არსებობს. სხვა სიცოცხლე შენთვის არ არის. აი ეს არის. ხო რა ვქნათ? რა ვქნათ და ქრისტე ვეძებ. ეს არის აი პანაცეა შეიძლება ასე თქვას. ეს არის ერთადერთი გამოსავალი ყველა მძიმე სიტუაციაში. და ყველაზე მძიმე სიტუაცია მე გეტყვით, ეგ არ არის თქვენ რასაც საუბრობ. ყველაზე მძიმე სიტუაცია რომ ჩვენ მოვკვდებით აუცილებლად და ჩვენი სხეული მიწაში ჩაიდება. რა გავაკეთოთ? ქრისტე ვეძებო. ანუ ღმერთი, ცოცხალი ღმერთი ადამიანად მოსული. ჩვენთან არის. ყოველი ადამიანის გულთან დგას, რეკს, ეგების ვიღაცა მისმინოს. ჩვენ ვეძებოთ მასთან ურთიერთობა. ჩვენ ამისთვის დავიბადენით. ყოველი პრობლემა, რომელიც ჩვენს ცხოვრებაში თავს იჩენს, ყველაზე მძიმე განსაცდელი, ხო? და საბოლოო ჯამში მოვკვდებით ხორცელად ყველანი, ეს ყველაფერი იმისთვის არის, რომ ჩვენ მოგვეცეს სტიმული ცოცხალი ღმერთის ძიებისა, იმიტომ რომ იგი არის ერთადერთი გამოსავალი ამ გამოვალი მდგომარეობიდან. სიკვდილი არის ჩიხი. ხორციელი ადამიანისათვის სიკვდილი არის ჩიხი. დამთავრდა. ყველაფერს აზრი ეკარგება. ყველაფერს თუ რამე ღირებულება არსებობს ჩვენ ცხოვრებაში, ყველაფერს ხაზი ესმება, როცა მიწაში ჩაგვდებენ. ჩიხია. და ამ ჩიხთან შედარებით ყველა სხვა პატარ-პატარა ჩიხი კიდე სასაცილოა. გამოსავალი, ერთადერთი გამოსავალი. ცოცხალი ღმერთი და მასში მარადიული სიცოცხლე. ვიძებოთ მით უმეტეს ცოცხალ ღმერთსა და მასში მარადულ სიცოცხლესა და ჩვენ შორის ხიდად გაიდო ძეღმერთის ადამიანური ბუნება. მოვკიდოთ თავს ხელი არ გაუშვათ და სულები გადავირჩინოთ. ეს არის ერთადერთი გამოსავალი. ოღონდ ამას ჭირდება, არა ინტელექტუალური ქრისტიანობა უბრალოდ. თეორიული ქრისტიანობა, რომელიც კლავს მართლმადიდებლობის სულს, როგორც თანამედროვე ღვთისმეტყველები ამბობენ, არამედ ამას ჭირდება ნამდვილად ძიება ცოცხალი ღმერთისა. და ყველაფერი არსებობს იმისათვის ეკლესიაში, რომ ჩვენ ეს შევძლოთ. საჭიროა გააზრება, გაგება, სიღრმისეული გაანალიზება სულიერი ცხოვრებისა და შესაბამისი ცხოვრება. ტელეფონია როგორც ზარია, როგორც მითხრეს. Алло. Დიახ. Алло. დიახ, გისმენთ. შეკითხვა მაქვს ასეთი, მეგობარი მყავს, მოკლედ მეგობარი რა, თანაუგვლელი არის, რომელსაც ჭირს ერთ საშინელი ცოდვა რა. სოდომოცოდოს ოძახიან და ყავდა ამ ადამიანს ერთ პერიოდი მოძღვარი, სტადიოდა სისტემატურად ტაძარში რაღაცა, მაგრამ ამ ცოდვას მაინც ვერ აღწევს თავს. ეხლა ეს პიროვნება თვითონ აქ არის და ვერ ლაპარაკობს. აი ძალიან უნდა რომ გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან, მაგრამ ვერანაირად ესე იგი რა მოწყვის ჩერების იყო პერიოდი რომ გაითვალისწინა რაღაცა მარხვა, ლოცვა, მაგრამ ვერ გამოდის ამ მდგომარეობიდან. რაღაცა ჩეუბრ დარიგება უნებს. იცით რა არის, მოდი ესე გავაკეთოთ რა. ნუ გავყოფთ ამ ცოდვას, ახლა ამ შემთხვევაში სხვა ცოდვებისაგან. მოდი ვთქვათ, ეს ადამიანი ცხოვრობს რუშის ცხოვრებით. ბრუშობს, მოდი ესე ვთქვათ. სხვა ნარკომანობს, ის მემთრალეობს, ეს მრუშობს. რა გავაკეთოთ? გამოსავალი ერთადერთია. ადამიანმა უნდა აი წეგანა რაც თქვი, ხორცის მიდრეკილება ისიამოვნოს სხვადასხვა მეთოდებით, ამაში იპოვოს ბედნიერება და უკვე თან ეს ჩვევაში გადადის და შემდეგ ამას უნდა ჩაანაცვლოს ნამდვილი ბედნიერება. ნამდვილი ბედნიერება კიდე არის იესო ქრისტე. მე უამრავი ადამიანი მინახავს ჩემს გარშემო, რომელსაც დაუმარცხებია სასიკვდილე ცოდვა, მათ შორის ეგ ცოდვაც, სოდომური ცოდვა. დამარცხების თვალსაზრისით ის სულაც არ არის უფრო რთული ვიდრე ჩვეულებრივი მრუშობა. აი, ადამიანი რომელიც მრუშობს, კაცი ან ქალი, ადამიანი რომელიც სოდომურ ცოდვაშია, მაგრამ ეს მრუშობა, ეხლა სამოქალაქო თვალსაზრისით, ზნეობრივი თვალსაზრისით, ადამიანური ბუნების თვალსაზრისით, იმიტომ რომ ღმერთმა მამაკაცსა და დედაკაცსაც შექმნა ადამიანი, ცოდვა უფრო მძიმეა, მაგრამ მორევის თვალსაზრისით, დამარცხების თვალსაზრისით
ეს ცოდვა იგივეა ზუსტად. აი როგორც მრუშმა უნდა დაამარცხოს თავის თავში ეს მრუშობის ცოდვა, ნარკომანმა ნარკომანის ცოდვა, მემთრავლემ მემთრავლის ცოდვა, ასევე უნდა დაამარცხოს ამან ეს. და გამოსავალი ყველგან ესეა, ნებისყოფა ხშირად არ არის საკმარისი, იმიტომ რომ ჩვენი ნებელობა ხშირად ზიანდება, ხშირად რო ცოდავს ადამიანი, ნებისყოფა სუსტდება. მაგრამ სწორესულიერი ცხოვრება. მე უბრალოდ არ ვიცი თქვენი მეგობარი რამდენად სწორედ ცხოვრობდა სულიერად, რამდენად სწორად ესმოდა მარხვის არსი, რამდენად ზუსტად ქონდა გააზრებული რა არის ლოცვა და როგორ უნდა ილოცოს. ჩვენ ძალიან ხშირად იცით როგორ ვაშავებთ მოძღვრები, ვეუბნებით რომ ილოცე კარგია, მე კითხვა სკოლაში ვისწავლე და კაი ამასაც წავიკითხავ დილასაც და საღამოსაც, მაგრამ ამ ტექსტის კითხვა ლოცვაა? ეს დაახლოებით იცით რას გავს? შენი შველა შეეძლოს თქვათ საქართველოს პრეზიდენტს და მე დავწერო წერილი რომ საქართველოს პრეზიდენტო ასე და ესე და აბა რაღაცა ჩემი პრობლემა არის და თუ შეგიძლია მიშველე დავწერო კარგად გავმართო და გითხრა აი ძმაო აი ეს წერილი ქვას გახეთქავს ისეთია ყველას ნიანგსაც კი აატირებს და აჰა შენ ეს წერილი და აბა შენიცი და ხა შენ დილასაღამოს ამ წერილს კითხულობ წერილი მართლაც მაგარია, იმიტომ რომ მე ვიცი როგორ ველაპარაკო პრეზიდენტს და დაგიწერე. და რა? არც არაფერი. შენ იკითხე რამდენიც გინდა, ხულით იკითხე თუ გინდა, რომ გააზრებულად რა? გაიგებს პრეზიდენტი ამ? რატო? იმიტომ რომ აი ამ აბსოლუტურად გამართული სწორი ტექსტის კითხვა ხომ ლოცვას არ ნიშნავს სინამდვილეში. პრეზიდენტთან ურთიერთობას ხომ არ ნიშნავს ამ შემთხვევაში. პრეზიდენტთან ურთიერთობისათვის ამ ტექსტის კითხვასთან ერთად საჭიროა მას მიახლო და იგრძნო, რომ გისმენს, მან მოგისმინოს, გესმის ეს შეხება მოხდეს. ასევეა სულიერ ცხოვრებაში. წმინდა მამის გულიდან ამოღრილი ეს საოცარი სიტყვები ღმერთთან ურთიერთობისა და მან იცის წმინდა მამამ როგორ ესაუბროს ღმერთს. გიწერია შენ და კითხულობ და ლოცვა გონია? ამიტომ ჩვენ ლოცვა უნდა ვისწავლოთ. იმიტომ რომ ლოცვა განაპირობებს ჩვენი გულის გამოცდილებას ღმერთთან ურთიერთობისა და თუ ეს ერთხელ მაინც მოხდა რაღაცა განსაკუთრებული მდგომარეობით ადამიანს საოცარი სტიმული ეძლევა რომ ყველანაირი ცოდვაზე უარი თქვას ადამიანები ცოდვაზე უარს თქმას კი არა საკუთარ ამ ქვეყნიურ პირად საერთოდ ადამიანურ არსებობაზე ცოლზე შვილებს ყველაფერზე უარს ამბობენ და მონასტერში ბერად მიდიან და რატო ღიმელმა ბერობაზეც უარი თქვა და საერთოდ რაზე თქვა უარი არ ვიცი ყველაფერზე უარი თქვა და შიომღვიმელი ჩავიდა იმ რაღაცა მღვიმეში ორმოში 14 წელი იქ იცხოვრა ეს ხო ბერობაც აღარ იყო კაცო ეს რა იყო ხო რატო იმიტომ რომ როცა ღმერთს იგრძნობ შეხვდები როგორც სრულყოფილ ბედნიერებას ეს სხვა ბედნიერება აღარ გჭირდება ხო ამიტომ ესეა მე ვფიქრობ რომ სწორედ სულიერი რწმენა რომ არ აქონეს ხო არ მივიდოდა ტაძარში ესე იგი სწორედ სულიერი ცხოვრებით უნდა იცხოვროს და ყველა პრობლემა მოგვარდება მე პირადად ამის მაგალითები ძალიან ბევრი მაქვს ჩემთან ტაძარში მაგცოდვებითაც სხვა ცოდვებითაც როგორ ინკურნებიან ადამიანს ბრძოლით არა უბრძოლოთ არაფერი იქნება ბრძოლით მაგრამ საბოლოო ჯამში გამარჯვება მაინც როგორც წესია ადამიანის მხარეზეა და ქრისტეს მხარეზეა იმიტომ რომ ამ დროს ადამიანი და ქრისტე ერთად იბრძვიან ეშმაკისა და ცოდვის წინააღმდეგ ღმერთი შეეწიოს თქვენ მეგობარს იმედი არ დაკარგოს იბრძოლოს ну შეიძლება პირადადაც გავესაუბროთ ამის სურვილი ექნება ზარია პირდაპირ ეთერში დაგლოცეთ მამაო ქრისტემ დაგლოცო მამაო ორი შეკითხვა მაქვს ერთი ისა რომ მარხვა 70 წელს მიღწეულსა და გადაცილებულ ადამიანებზე როგორ აღარ ისმის როგორ უნდა შეასრულონ ხო და მეორე კითხვას და მეორე იმ ქმედებებში რომელსაც ეკლესია ცოდვად მიიჩნევს არის თქვენ ხმას ნუ უსმენთ პირდაპირ დასვით კითხვა ცოდვად მიიჩნევს ჩამონათვალში არის 350-მდე ასეთი ცოდვა კითხვა დასვით კითხვა რაც შეეხება მოხუცებულების ან თქვათ ავალტყოფების მარხვას
ადამიანი მარხულობს, ანუ საზდელს იკლებს ძალისაებრ რისის შესაძლებლობებით მის ორგანიზმს გააჩნია. ხშირად გათვალისწინებულია ხოლმე კონსულტაცია ექიმთანაც და ამაში არაფერი არ არის პრობლემური და რა თქმა უნდა ადამიანი როცა თქვათ სუსტად არის უძლურებაში ასაკის გამო, რამე ავადმყოფობის გამო მისი მარხვა, ხორციელი მარხვა პროდუქტების მიღების არ მიღების თვალსაზრისით შეიძლება შემსუბუქდეს და ასე შემდეგ. ეს საერთოდ პრობლემა არ არის. მარხვის არსი ამით არ იცვლება. ადამიანმა შეიძლება მარხვაში თუ ექიმი მას თქვათ საჭიროდ აუცილებლად თulis რომ მან ხორცი რომ მიიღოს, ხორცაც შეიძლება იღებდეს ადამიანი, მაგრამ მაინც მარხულობდეს. გესმით? აქ პროდუქტის აქ მარხვა გაცილებით უფრო ღრმა რამეა, ვიდრე თქვათ რაღაცა საზდელი დიეტა, საზდელის მიღება არ მიღების თვალსაზრისით. რაც შეეხება იმ ჩამონათვალს, მე არ მეყვარს ეგ წიგნები საერთოდ. ყველაზე მეტაკლებად შედარებით უკეთესია, როდესაც შედარებით კი არა, აი კარგია, როცა 10 მცნებისა და 9 ნეტარების მიხედვით არის ხოლმე განმარტებული რაცოდები არსებობს. თუმცა ესეც რეგლამენტირებულია იქ და ესეც არ არის თლათის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ბევრი ღირსი მამა ამგვარად თავაზობს, იმიტომ რომ დამწყებ ადამიანს ჭირდება გააზრება, რა არის ცოდვა საერთოდ, ანუ უბრალოდ ჩვენი დაცემული ბუნება რა ქმედებებში ვლინდება, რომელიც არის ნიშანი ჩვენი დაცემულობისა. ხო, ეს არის. მაგრამ აი ზოგიერთი ის ცოდვა, რომელიც 300 რაღაცაო რო თქვით, იქ რა ვიცი, მე ვფიქრობ, რომ ეს შეიძლება ერთხელ ადამიანმა თვალი გადააავლოს, მაგრამ იქ ძალიან ბევრი ისეთ რამეს ნახავს, რომელიც დღეს უბრალოდ რა თქმა უნდა ყოველ შემთხვევაში მინიმუმ განმარტების გარეშე მაინც არ შეიძლება რომ ეს პირდაპირ მიღებული იქნას, მაგრამ ერთი რამე უნდა ვიცოდეთ, რომ ახსარება ეს არის მოდელირება საშინელი სამსჯავროზე ჩვენი მყოფობისა. ახსარების დროს საშინელ სამსჯავროზე როცა წავდგებით, რატო თქვია იმას საშინელი? ზოგს გონია რომ ღმერთი არის საშინელი მსაჯული. როგორ შეიძლება ღმერთზე იფიქრო ესე? ღმერთმა ჩვენ განაჩენი უკვე გამოგვიტანა მან ჯვარზე გამოგვიტანა განაჩენი, როცა ჯვარს აცვეს, მან თქვა რომ ამაო მიუტევენ, რამე თუ არ იციან რას აკეთებენ. საშინელი სამსჯარო, საშინელი იმიტომ კი არა რომ ღმერთია საშინელი, ჩვენ ვართ საშინელი, ჩვენი მდგომარეობის გამო. და რა მდგომარეობაა ეს? ეს არის ადამიანის დაცემულობა, რითაც დავიწყე თავიდან. ჩვენ თავსაკუთარ თავში ადამიანის დაცემულობას ვატარებთ, ანუ უნარობას ცოცხალ ღმერთთან პიროვნული ურთიერთობისა. და ამის დანახვა არის აუცილებელი პირობა იმისა, რომ ადამიანმა რომ დაინახა და რა საზომითაც დაინახა, იმ საზომიდან უნდა დაიწყოს სინანული, შეინანეთ, ანუ და სინანული არის მეტამორფოზა, ანუ პროცესი მეტამორფოზისა. და ვინც მეორედ არ დაიბადება ვერ შევაოს სასწაულში, ამას ნიშნავს, რა საზომითაც დაინახავს საკუთარ თავს, იმ საზომიდან, იმ წერტილიდან დაიწყებ აღმასვლას, მაგრამ ადამიანის, რადგან ადამიანს უნარი ღმერთთან ყოფობის არ აქვს, ამიტომ ადამიანი იმყოფება ჯოჯოხეთის ფსკერზე, სადაც ადამი ჩავიდა. გესმის და აი იქ უნდა დაინახოს საკუთარი თავი, ამას რა თქმა უნდა ღმერთის გვეხმარება ამაში და სასაზომითაც კიდევ ვიმეორებ, რა სიღრმეშიც დაინახავს საკუთარ თავს, იქიდან იწყება შენი მეტამორფოზა. მაგრამ თუ ადამიანმა საკუთარი თავი ვერ დაინახე, შენი მეტამორფოზაც არ მოხდება, მაგრამ ხო გარდაიცვლები და აი რო გარდაიცვლები, მერე დაინახავ აბსოლუტური სიწმინდის და სიყვარულის წინაშე რომ წარსდგები, ცოცხალი სიწმინდის და ცოცხალი სიყვარულის გარეშე წარსდგები, მერე შენ თავს დაინახავ გაშიშვლებულს და აღმოაჩენ საშინელებას. და საშინელება არა იმიტომ, რომ რაღაცა მაქვს და ღმერთი არ ამპატიობს. ღმერთი მპატიობს, მაგრამ მე არ მაქვს უნარი ღმერთთან ყოფნა, როგორც მაგალითად თქვათ, აი რო აიღო რაღაცა ობობა, არ ექნება მას, არ აქვს უნარი ობობას, რომ შენთან კომუნიკაცია გქონდეს ვერბალური, თქვათ, ან ღორს არ აქვს ჩვენთან ამის უნარი, ხო, აი არ აქვს. შეუძლებელია, რომ ობობას ჩემთან გქონდეს ურთიერთობა. აი არ არსებობს ამის შესაძლებლობა. აი რაღაცა მსგავსი რაღაცა. აი ამ შეუძლებლობის გამო არის ეს სამსჯავრო საშინელი და ამიტომ ახსარება უნდა არის მოდელირება. ამიტომ ახსარების დროს უნდა ვისწავლოთ საკუთარ თავში თვითშემეცნება არის ერთ-ერთი აუცილებელი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიშანი ჩვენი ადამიანობისა
და ჩვენ უნდა ვისწავლოთ თვითშემეცნების სწორად გამოყენება, დავინახოთ საკუთარი თავი და საშნელი სამჯეროს მოდელირება გავაკეთოთ რითი? ახსარებაში მე ვცდილობ დავინახო საკუთარი თავი და ეს გავაშიშვლო და წარმოვთქვა, რომელიც მაინც გაშიშვლდება გარდაცვალების მერე. და რა თქმა უნდა ესეთი რეგლამენტირებული რაღაც ჩამონათვალი ეს და ხშირად ადამიანები მოდიან და იმენით მელაპარაკებიან ვეონებაში და ალუსილო მაგენით როგორ მელაპარაკები დაინახე შენი თავი და აღმოსთქვი ღვთის წინაშე შენ მღვდელთან კი არ ამბობ ახსარებას და გამოსთან ჩათვლას კი არ გიწერენ არამედ ღმერთის წინაშე შენ ვარჯიშობ რომ დაინახო საკუთარი თავი, აღიარო ეს ღვთის წინაშე, რომ საბოლოო ჯამში რაც მეტად დაინახო, რაც მეტად აღიარებ, უფრო მეტად გათავისუფლდები, განიწმინდები და ღვთის წინაშე რომ წარსდგები, შენი თავი უკვე გაშიფრული და ანახული გექნება და აღარ გაოცდები მუბედურებით, რასაც ჩვენ ვატარებთ და ვიქნებით მზაობაში, რომ ღმერთთან ერთობაში მარადიულად ვიცოცხლოთ, ღმერთი შეგვეციოს. როგორც მითხრეს, ზარია და ეს არის ბოლო ზარი ჩვენს ეთერში. დიახ. გისმენთ დასვით. ალო, დაგლოცეთ მამა თეოდორე. დაგლოცოთ. მამა თეოდორე, წინაპრებზე მინდა გკითხოთ. ბებია და პაპა იყვნენ როგორც ეძახიან ბაპტისტები, დადიოდნენ ეკლესიაში, ჩვეულებრივად წყლით მონათლულები. და მე ეხლა დავდივარ ეკლესიაში, მართლმადიდებელი მორწმუნე ვარ და მოსახსენებელში რო ჩავწერე წინაპრების სახელები ყველასი აბსოლუტურად. მითხრეს იქ ვინც მსახურობს ქალებმა, რომ უფლება არ ქონდაო, არ უნდა ჩაგეწერაო. როგორც ასეთი მწვალებლები იყვნენ ისინიო და ცხოვრობდნენ ბიბლიით და სახარები და ახალი მას კითხულობდნენ. ცდილობდნენ მაქსიმალურად უცოდველად ეცხოვრათ და ღმერთისთვის იყვნენ და რანაირად უნდა ვილოცოთ წინაპრებზე ან რისი უფლება გვაქვს და რისი არა. გასაგებია საქმე იმაშია რომ თვითონ ამ კითხვის დასმა ნიშნავს იმას რომ თქვენ სამწუხაროდ თქვათ არა გაქვთ ზუსტი ცოდნა თუ რას ნიშნავს მართლმადიდებელი ეკლესია და საჭიროა რომ ალბათ მოძღვარს გაესაუბროთ რომ თქვენ რადგან ქრისტიანობის იდენტიფიკაციას ახდენთ ბიბლიის კითხვასთან და ზნეობრივ ცხოვრებასთან და ბიბლიის კითხვაც კარგია და ზნეობრივი ცხოვრებაც აუცილებელია მაგრამ ქრისტიანობის იდენტიფიკაცია ამით არ შეიძლება ეს არ არის არც ბიბლიის კითხვა არც ზნეობრივი ცხოვრება არ არის საკმარისი იმისათვის რომ ადამიანი იყოს ქრისტიანი იმიტომ რომ ბიბლიის კითხვით და ზნეობრივი ცხოვრებით ადამიანი პატიოსანი ადამიანი და სოფხედელობრივად ქრისტიანია მაგრამ ნამდვილი ქრისტიანობა იწყება ამის მერე როდესაც ჩვენ გვაქვს მისტიური კავშირი ქრისტესთან როცა მისტიური კავშირი ნიშნავს როცა ქრისტეს სხეულის ნაწილი ხარ და ქრისტეს ძეღმერთის პიროვნება მოგიცავს შენ და შენნაირებს და ეს არის სწორედ ეკლესია ძეღმერთის პიროვნება მოგიცავს გესმით ეს ანუ ეკლესიოლოგიური ქრისტოცენტრული აზროვნება არ არის და ასევე სულიწმიდა ღმერთს აქვს უდიდესი როლი ასევე ეკლესიაში რომელიც თითოეულ ადამიანთან მიდის როგორც პედაგოგი და ასწავლის ლოცვასაც სათნო ცხოვრებასაც სადაც შენ წაიფორხილებ სულიწმინდა ამ ნაკლს შეავსებს და პედაგოგად გიდგება და რომ შენ ქრისტეს საზომს მიაღწიო ან დაემსგავსო ქრისტეს ანუ ეს ცნობიერ ეს ცოდნა თქვენ არა გაქვთ ხართ ეკლესიის წევრი, მაგრამ თქვენ არ იცით ეს ბოლომდე რას ნიშნავს, ამიტომ სვავთ ამ კითხვას. ადამიანი, რომელიც კითხულობს ბიბლიას და ზნეობრივად ცხოვრობს, ის ჯერ მართლმადიდებლური გაგებით, მოდი ესე ვთქვათ, რომ ვიღაცას არ ვაწყენინოთ, მაინდა-მაინც თუ ესეა, ქრისტიანი ჯერ კიდევ არ, სოფხედელობრივად როგორ არ არის ქრისტიანი, ზნეობრივადაც შეიძლება ქრისტიანია, მაგრამ ჭეშმარიტი ქრისტიანობა, რასაც წმინდა მართლმადიდებელი მსოფლიო კათოლიკე ეკლესია გვთავაზობს, ეს სულ სხვა რამეა, თვისობრივად სხვა რამეა. მე შორსა ვარ იმაზეთან რომ ყველა ესე იგი ყველა ადამიანს რაღაცა ცუდი უსურვან ცუდი უწინასწარმეტყველო იცით როგორ არის ყველა ადამიანი ძვირფასია ღვთისათვის და ვერავის ჩვენ ვერ შევეხებით ჩვენ საუბრობთ სოფხედელობრივად რა არის ნამდვილი ქრისტიანობა და ნამდვილი ქრისტიანობა სხვა რამეა და ბიბლიის კითხვა და ზნეობრივი ცხოვრება სხვა რამეა ამიტომ
თქვენ უნდა თავად უნდა გააცნობიეროთ, რას ნიშნავს მართლმადიდებლობა, თქვენ თავად უნდა ისწავლოთ ეს რა არის და მე უკვე ამ კითხვას აღარ დასვამდით. რაც შეეხება რაქნათ, როგორ იზრუნოთ მათთვის, თქვენ უნდა იზრუნოთ მათთვის პირად ლოცვებში. რატო არ შეიძლება მათი მოხსენება ეკლესიაში? არ შეიძლება იმიტომ კი არა, რომ ჩვენ შურს ვიძიებთ, იმიტომ რომ ისინი ეკლესიაში არ იყვნენ. აზრს მოკლებულია, იმიტომ რომ ისინი თვითონ ამბობდნენ უარს საეკლესიო ერთობას. ესე ადამიანი, რომელსაც არ უნდა რომ იყოს მართლმადიდებელი, ჩვენ რო გესმით, აი ცოცხალი ბაპტისტი რო აიყოთ ახლა, ხო? ახლა როგორ შეიძლება რომ აიძულო გინდა თუ არა, მოდი და ჩვენ წიროლოცვაზე იყავი და ჩვენთან იყავი. ნუ რა საქციელი ახლა ეს. და გარდაცვლილი ადამიანი ცოცხალია. ის ხო არ მოკვდა, ის გარდაიცვალა და მოხსენიება, როცა მის სახელზე წმინდა ნაწილი ამოვა და ქრისტეს სისხლშეერევა, მოხსენიება ლიტურგიკულ მსახურებაში, ევქარისტიულ ერთობაში, ეს არის სწორედ იგივე, ძალით შემოყავს, არც ეკითხები და ძალადობდა. რა წესია ახლა ეს? ეს არაკორექტული საქციელია და სულზე ძალადობა. აბა რა ვქნათ ადამიანი კიდევ კითხვას დასვავს. ადამიანს, რომელსაც არ სურს, ან არ სურდა ეკლესიის ერთობაში ყოფნა, ჩვენ მასზე მაინც ვზრუნავთ და ეს ზრუნა გამოიხატება იმაში, რომ თქვენ უნდა ილოცოთ მისთვის. ოღონდ თქვენ ლოცვას გქონდეს ძალა მათ სულებისათვის, თქვენ უნდა იყოთ გააზრებული მართლმადიდებელი, ზუსტად უნდა იცოდეთ ეს რას ნიშნავს და რაც თავარია, ეს მართლმადიდებლობა თეორიული ცოდნა ხომ არ არის, მართლმადიდებლობა ნიშნავს დიდებას, ანუ ცოცხალ ურთიერთობას ღმერთთან, თქვენ უნდა ისწავლოთ ღმერთთან ცოცხალი ურთიერთობა, რომ თქვენ ლოცვას გქონდეს ძალა. ტექსტის კითხვა მეწეგანას თქვი, ლოცვა არ არის. თქვენ ტექსტის კითხვა არის შესაძლებლობა ლოცვისა და როცა ადამიანი ლოცვას ისწავლის, მაშინ მის ლოცვას აქვს ძალა. როცა ადამიანის გულით ღმერთთან არის და ეტყვის უფალო შეიწყალე ჩემი წინაპარი. ამ ლოცვას ხო აქვს ძალა. დაგაცილებით მეტი, ვიდრე თქვათ, ამ შემთხვევაში რასაც თქვენ აკეთებთ, რომ ესე იგი ლიტურგიკულ მსახურებაში სასულიერო პირს ახსენებინებთ ადამიანს, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესიის წევრობა არ სურდა. ქრისტიანობაში აბსოლუტურად ყველაფერი არის გააზრებული და მიზანსწრაფული უნდა ვიყოთ და ჩვენ თუ გააზრებულად გვეცოდინება, რას ნიშნავს მართლმადიდებლობა, ძალიან ბევრ კითხვას ჩვენ თვითონ გავცემთ პასუხს კითხვის დასმის გარეშე, იმიტომ რომ მასწავლებელი ჩვენი სულიწმინდა ღმერთია, როგორც იოანე მოციქული ამბობს, სულიწმინდამ, რომელმაც ცხო ეს ცხება ნიშნავს ჩვენთან ყოფობას მადლისა. ის ცხებულება, ანუ ჩვენში არსებული მადლი თავად გვასწავლის ყველაფერს, იმიტომ რომ იგი თავად ცოცხალი ღმერთის საღმრთო ენერგიაა. უფალი ჩვენი იესო ქრისტე შეგვეწიოს ყველა